ახალ სტრასბურგის დებატების დროს გაკეთებული განცხადებები წინა საარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ ასეთია მთავარი გზავნილი რომელიც ევროპარლამენტში გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის დაკისრებული ჯარიმები სატელიტური ანტენების დაყადაღება ეგრეთ წოდებული მასტკერი ეს იყო დებატების დროს განხილული თემები ევროპარლამენტის დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს ოპოზიციის აქტივისტთა მასობრივ დაკავებებსა და მედია ზეწოლაზეც ერთ-ერთი მწვავე გამოსვლა დეპუტატ ლაბორ რუსეკის ჰქონდა ევროპარლამენტის წევრმა სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი. იყო გასხვავებული აზრებიც. მაგალითად, პოლონელმა დეპუტატმა გამოსვლის დროს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა შეაფასა და დასწინა, რომ მის მიერ დაქირავებული ლობისტები საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულობაზე არაერთ ინფორმაციას აღწელებენ. ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ახალი სახე, ოპოზიციის ლიდერი, რომელიც მილიარდობით დოლარის მფლობელია, რაც აღემატება ქვეყნის მთლიან ბიუჯეტს და ეს თანხა არ იხარჯება სწორად. უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ მოგდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მონსტრია და მისი მთავრობა უკანონომას ჩადის. შემიძლია ვთქვა, რომ ოლიგარქის გამოჩენას პოლიტიკაში არასოდეს მოაქვს დადებითი შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებია. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დონე ამაყლდა. ამიტომ მე მინდა უთხრათ ჩვენ ქართველ მეგობრებს, როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურ ბანაკში, რომ ქვეყანაში სიტუაცია უნდა დაწყნარდეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოში უნდა შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო პირობები, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციურ კოალიციას, მედიის ხელმისაწვდომობა ჰქონდეს. სტრასბურგში მიმდინარე დებატებს მმართველი გუნდის წევრები ასევე ქართული